პოლიტიკურ კითხვებზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაზე მსჯელობს ევროკავშირი. კაია კალასის მაგუშინ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა მას არ სურს და არ ახსენებენ ისინი საქართველოს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ზოგადად განხილვა შავი ზღვის სტრატეგია საქართველოს გარეშე ეს რას? არაფერი გრძელდება ეს მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით ხო რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი, ძალიან ბევრჯერ ვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით. ზოგადად ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე მე წარმოუდგენლად მგონია. ეს უბრალოდ არის პოლიტიკური ნარატივი და ის მტრული გამოხატულება და დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ხედავთ ქართულ სახელმწიფოსთან, ქართულ ხალხთან მიმართებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, სიცრუეზე, ცილისწამებაზეა დაფუძნებული შანტაჟი, მუქარა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამას ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა მკეთილი უნდა ინებოს და პატივისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას. არავინ, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს კალასი იქნება თუ სხვა რომელიმე თანამდებობის პირი, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და პატივისცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამავე თემას გავაგრძელებ. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრება საქართველოს გარეშე იმსჯელეს შავი ზღვის ნაცვლად. ეს მიმართულება რა დამეთქვა? არაფერი გრძელდება, უბრალოდ ის მტრული დამოკიდებულება ქართულ სახელმწიფოსთან, ქართულ ხალხთან მიმართებით და ჩვენ ხედავთ თუ როგორია მათი ენა. არანაირი საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ მუქარები, შანტაჟი, მთელი ამ ხნის განმავლობაში არავის არ გაუკეთებია განცხადები მასთან დაკავშირებით, ხო, მოდი დიალოგი გავმართოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრჯერ გამოვედით ინიციატივით, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ მოვისმინოთ ზოგადად საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა, კონკრეტული არგუმენტები, მაგრამ ესეც გასაგებია, იმიტომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ უნდათ რომ რაღაცა გადატეხვით, მუქარებით, შანტაჟით მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით და ახლა ბევრჯერ ვთქვით, არ გამოვა ეს დამოკიდებულება და ეს ურთიერთობები ამ ფორმით. როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა არ სურთ, არის თუ არა ეს თქვენთვის ქართული ხალხის ნების არაღიარება? ნახეთ, ჩვენთვის რა არის ყველაზე მთავარი. საქართველოში ხელისუფლებას, მთავრობას ირჩევს ქართველი ხალხი. დღეს ქართული ოცნება წარმოადგენს ქართველ ხალხს, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, უმრავლესობამ ხარი დაუჭირა ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ გვესმის მათი პოლიტიკა, ხედავთ იმ არასამართლიან დამოკიდებულებას, რაც ქართველი ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს. დღეს ევროპული ბიუროკრატია არის ძალიან მძიმე კრიზისში. მათი გადაწყვეტილებები, მათი განცხადებები ნახეთ თუნდაც, რა ვიცი, ევროპულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს კითხეთ, რა დამოკიდებულება აქვთ ევროპელ ბიუროკრატებთან. თუმცა ეხა გასაგებია ის კონკრეტული ქვეყნების მაცხოვრებლების დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა, ხო? ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით როგორ იქცევიან და ეს უსამართლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, რადგან ბევრჯერ ვისაუბრეთ. ეს დოქებზე უნდა გკითხოთ ბატონო კახა, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება დემონტაჟის ამდენი ხნის შემდეგ? ანუ ერთი წელია უკვე ეს ნებართვა არსებობდა განკარგულებით, რომელიც გამოიცა მთავრობის მიერ შესაძლებლობა დემონტაჟის. ახლა უკვე მიღებულია ოფიციალური ბრძანება დანგრევის შესახებ, როგორც ვიცით, დემონტაჟის პროცედურები უკვე იწყება. შენობა, რომელიც დაგუჩნდა 75 მილიონი, 14 წელია დაკონსერვებულია, შეიძლება ასე ითქვას და უფუნქციოდ იყო. ახლა ანგრევთ, რატომ? თქვენ იცით, რომ ეს არის კერძო საკუთრება. შენობა, რომელიც იყო აბსოლუტურად უფუნქციო, ნაგვის ბუდე შეიძლება ასე ვთქვათ, უმძიმეს მდგომარეობაში, ფუნქციურად გაუმართლებელი და შესაბამისად კერძო მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილება დემონტაჟთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო მთავრობის განკარგულება, არქიტექტურის სამსახური, როდესაც გასცემს
ნებართვას დემონტაჟზე უნდა შეესაბამებოდეს ყველა არქიტექტურულ მოთხოვნას, თავისი წესები აქვს დემონტაჟს და ეს თან ხდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში და ჩვენ კულტურის საბჭოსთან ერთად მივეცით იმის შესაძლებლობა მესაკუთრეს რომ განახორციელოს დემონტაჟი და შემდეგ დაველოდებით უკვე ახალ პროექტს, რომელიც მერიაში იქნება წარმოდგენილი და ვიმსჯელებთ აღნიშნულის განვითარებასთან დაკავშირებით. სასტუმრო უნდა განთავსდეს, როგორ ვიცით, რაიმე მონახაზი მაინც არსებობს თუ ჯერ ისევ კომპანიას არ შემოუტანია არა? ჯერ არ ყოფილა არანაირი წინადადება, არანაირი პროექტი, როგორც კი იქნება შემოტანილი ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია შესაბამისად პროექტიც უნდა შეესაბამებოდეს გარემოს და დარწმუნებული ვარ დარგის სპეციალისტების ჩართულობით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც განხორციელდება. თქვენ თქვით რომ უფუნქციო იყო ეს შენობა. უფუნქციო რომ იყო, ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? 2012 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა. აქ უნდა ყოფილიყო მუსიკალური ცენტრი, საგამოფენო სივრცე. 75 მილიონი, აი 2011 წლის მონაცემებით ბევრად დიდი თანხა იყო, ვიდრე დღეს არის ამ თანხის ღირებულება. დავხარჯეთ ამ შენობაში იტალიელი არქიტექტორის პროექტით არის შესრულებული. რატომ ვერ მოუძებნეთ ამდენი ხნის განმავლობაში ფუნქციას? მე მაქვს თქვენთან ერთი შეკითხვა. თქვენ ძალიან ხშირად აპელირებთ აღნიშნულთან დაკავშირებით და მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. რომელ წელს იყო აღნიშნული შენობა აშენებული? 2011-12 წლებში. დაიხარჯა რამდენი? 75 მილიონი. 75 მილიონი. მე გეკითხებით თქვენ. ვის ფული დაიხარჯა? ბიუჯეტის ფული დაიხარჯა. რამდენად მიზანშეწონილად მიდაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული აღნიშნული პროექტი, სადაც უამრავი გაჭირვება, უამრავი პრობლემა არსებობდა ქვეყანაში, მაშინ ეკონომიკურად უფრო მძიმე და სოციალური ფონი უფრო მძიმე იყო, ვიდრე დღეს, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნდათ მაშინ 75 მილიონის დახარჯვა ამ გაუაზრებელი პროექტისთვის. ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობაზე მესაუბრებთ? რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობაზე გესაუბრებთ, იმიტომ რომ დაიხარჯა ხალხის ფული 75 მილიონი აბსოლუტურად გაუაზრებლად. ეხლა აღნიშნულ შენობას რაც შეეხება გემოვნების საკითხია, შენობა რომელიც არანაირად არ ჯდებოდა არსებულ გარემოში, შესაბამისად ახლა კერძო მესაკუთრემ ვინც შეიძინა მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ ყველა მესაკუთრეს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. რაც შეეხება ახალი პროექტის შეთანხმებას, აქ რა თქმა უნდა იყოს გათვალისწინებული ის გარემო, უნდა იყოს გათვალისწინებული კონკრეტული ადგილმდებარეობა და ამის შესაბამისად უნდა განხორციელდეს ახალი პროექტი. საბოტაჟის საქმეზე კითხავთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილება საქმე ნეიტრალური საქართველოს ადანაშაულებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ შორის მელიას, გვარამიას, ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, რომ მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ უცხო ქვეყნებს. ამისთვის გამოიყენებოდა პოლიტიკური ველი. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ შეახოსოთ და ფიქრობთ ვარა რომ ისინი ნამდვილად მტრულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ და ჯაშურ საქმიანობას ეწეოდნენ? ნახეთ, რაც შეეხება აგენტურას ქვეყანაში, სამწუხაროდ საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი ადამიანები, ვინც გარეთ ძალებს ემსახურებიან. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ძალიან მძიმეა ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის და ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. კატეგორიულად მიუღებელია ადამიანები, რომლებიც ეწევიან მტრულ საქმიანობას, დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფო შესაბამისი ინსტიტუციების. ეუთოს რეზოლუციაზეც კითხავთ ჯონსონი და სამ რეზოლუციას უკან მისი ინიციატივით მოუწოდა. თავად ამ რეზოლუციაში შენიშნებია ხელისუფლების მიმართ, თუმცა არ არის კონკრეტული კვლევები დართული, რასაც თვითონ ამბობენ, რომ ეს არის გაპირობებული, რომ ილუზია, რომ რაღაც არგუმენტებზე დაყრდნობით იქნება ის სხვა მაღალი პოლიტიკური განცხადებები ან მიღებული რეზოლუციები. არა, მეგობრებო, არ არის ასე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ტყუილით იფუთება, სიცრუით, ცილისამებით. უბრალოდ გულდასაწყვეტია, როდესაც ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც არის ეუთო, ხო? რომელსაც ვანდობდით არჩევნების დაკვირვებას და ჩვენ ახლა მიჩვეულები ვიყავით
პარლამენტარების მხრიდან მიღებულ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. ამ EUTHOS რეზოლუციის შინაარსაც თუ ნახავთ, რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება, რომ სიცრუეზე და ცილისწამებაზეა ყველაფერი დაფუძნებული და მას არანაირი ფასი არ აქვს, უბრალოდ გულდასაწყოტია, როდესაც ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნებზე იწვევ, რომ არჩევნები შეგიფასოს, სიცრუით და ტყუილით გაჯერებულ რეზოლუციას იღებს. რა სანდოობა უნდა კონდეს EUTHOS ამის შემდეგ? ან როგორ უნდა მოიწვიოს ნორმალურმა განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია იმისთვის, რომ შენ არჩევნებს დააკვირდეს? რამდენად შესაბამება ეს მიღებები ევროპულ სტანდარტებს, როგორ ხდება ზოგადად? არ არსებობს არანაირი ევროპული სტანდარტი, არ არსებობს. დღეს არის რეალურად შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში. ვისაც ძალა აქვს, ის იღებს ყველაფერზე გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა სულელური იყოს, რაც არ უნდა წინააღმდეგობაში მოდიოდეს, თუ მათ სურს იღებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებას. არანაირ დემოკრატიას ნუ ვისაუბრებ. ეგრეთ წოდებულ დეზერტირების ბაზართან გუშინ გარემოვაჭრეები იყვნენ, რომლებსაც დახლები აუყარეს ბატონო კახა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაგრძელება? არ ვიცი, ხო, გეუბნებით, აი კიდევ ერთხელ მიმეორებ, ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ტიპის რეზოლუციას იღებს აღნიშნული ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, სანდოობა არის განულებული ამ ორგანიზაციის მიმართ და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ხო ასეთი ორგანიზაცია მიიწვიო ქვეყანაში, რომ დააკვირდეს არჩევნებს და საარჩევნო გარემოს. იმან რა რეალობა უნდა შეგიფასოს, ხო? ამ რეზოლუციის საპირისპირო ფაქტები დაასახელა გუშინ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა. ელოდებით თუ არა რაიმე რეაქციას ამ უსამართლო დამოკიდებულების მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ან რაიმე განსხვავებული დამოკიდებულება იქნება. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბატონობს მსოფლიოში არაფორმალური მმართველობა, ეგრეთ წოდებული deep state, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის. ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გუშინ გვიან ღამით გარემოვაჭრეების დახლები აყარეს და იქ ადამიანები დღესდილიდან ამბობენ, რომ ოქმი ამაზე არ შედგენილა. ითხოვენ პასუხს კითხვაზე, ვინ აუნაზღაურებს ამ ზარალს და რაიმე გეგმა გაქვთ თუ არა ალტერნატიული სივრცის სად უნდა გააგრძელონ ამ ადამიანებმა ვაჭრობა? ალტერნატიულ სივრცეებს რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არის ბევრი ლოკაცია, სადაც შეიძლება ამ ადამიანების შესვლა და საქმიანობის გაგრძელება რომ შეძლონ. ეს ხა რაც შეეხება თვითონ ტერიტორიის მოწესრიგებას, ხო, ეს ქალაქი ხა ყველასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს კონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ წარმოადგენდეს პრობლემას, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე და აღნიშნულ სივრცეში უდიდესი გამოწვევა იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა პირველ რიგში ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის, გავლა შეუძლებელი ხდებოდა, შესაბამისად მოხდა ამ ყველაფრის მოწესრიგება. რაც შეეხება ნივთებს, რომლებიც ჩამოართვეს გუშინ გვიან ღამით, ოქმი არ შედგენილა ამ ადამიანების თქმით და ინსპექციამ წაიღო სრულად ის ნივთები, რომლითაც ვაჭრობდნენ ზიანის ანაზღაურებაზე, რას გვეთქვით? რაც შეეხება ნივთებს, მუნიციპალური ინსპექცია ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განმარტებას და ყველას დაუბრუნდება თავისი ნივთი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გაფრთხილება იყო მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი, სამწუხაროდ მათ ეს არ გააკეთეს და მოგვიწია ჩვენ ამის გაკეთება. ერთი კითხვას უნდა დაგესვათ, ვაშინგტონ ეგზამინერი წერს, რომ პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობას ცდილობს ახლა ბიზინა ივანიშვილი, ისევე როგორც აკეთებდა ამას ბელარუსი და ლუკაშენკოს ხელისუფლება. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ სანქციების მოსახსნელად, ვიცით რომ ბიზინა ივანიშვილის სანქციები უკვე დაწესებული აქვს შტატების მიერ, არსებობს თუ არა ეს მცდელობა პატიმრებით ვაჭრობის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვაშინგტონთან? არა, რა შაშია, ჯერ ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, ხო, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებსაც აქვთ მიზილი კონკრეტული დანაშაულისთვის, აგერ 4 ოქტომბერს პირდაპირ რევოლუციას აწყობდნენ, პირდაპირ ეთერში მანამდე მთელი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული სახელმწიფო გადატრიალების და შემდეგ 4 ოქტომბერს ეცადნენ, რომ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, თუმცა ამას შესაბამის სამსახურების მხრიდან მოყვა რეაგირება და პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული. ისე რომ გვყავს ასევე კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც პოლიციელებს ცებდნენ, ქვებს ესროდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს, ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ.
რაც ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი, რომ ვაშინგტონთან არ მიდის ვაჭრობა ივანიშვილის მიერ პატიმრების საკითხით. ვაშინგტონთან ვაჭრობა პატიმრების საკითხით ივანიშვილის მიერ. ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეეხება, ბევრჯერ გვითქვამს ჩვენი პოზიცია და არაფერი დასამალი არ აქვს, აბსოლუტურად ღია ვართ და პირდაპირ ვსაუბრობთ ამ ყველაფერს, რომ მზად ვართ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც ქართულ სახელმწიფოსთან, ქართულ ხალხთან მიმართებით ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, ეს კატეგორიულად მიუღებელია და მე დარწმუნებული ვარ ტრამპის ადმინისტრაციას შესწევს ძალა ის არასამართლიანი დამოკიდებულება ძალიან მარტივად გამოასწოროს. ჩვენ კიდევ ერთხელ მიმოვიარეთ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, მაგრამ პირველ რიგში პატივი უნდა ვცენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. რიყის დოქების საკითხს მივუბრუნდები თუ შეიძლება ერთი კითხვით. და თანამდებობს მოუწოდებს უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ. როგორ შეაფასებთ მის ამ მოწოდებას? არაფერი, ნუ ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს ქართულ საზოგადოებაში, განულებულები არიან აბსოლუტურად, არანაირი თანადგომა, არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ერთადერთი რითაც ცდილობენ, ეს არის რაღაც გარე ძალების მხარდაჭერით, თანადგომით, რადიკალიზმით, თუმცა იმასაც ვერ ხვდებიან, ხო, ამდენი ხანია აკვირდებიან რა პროცესები მიდის, რომ რადიკალიზმით წარმოუდგენელია რაიმე წარმატებას მიაღწია. ყოველთვის განწირული ხარ მარცხისთვის, როდესაც ხარ ამ დამოკიდებულებით, რომ რადიკალური ქმედებები განახორციელო, დააზიანო შენი ქვეყანა, გახლიჩო საზოგადოება, გააღვივო პოლარიზაცია, ეს არის მათი ასე ვთქვათ დამოკიდებულება და ეს არის რა თქმა უნდა გარედან თავსმოხვეული და ათეულობით, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა წლების განმავლობაში იმაში, რომ შექმნილი იყო ეს ექსტრემისტული ორგანიზაციები, ძალადობრივი ჯგუფები და რა თქმა უნდა სააკაშვილიც ამ აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია. რიყის დოქების საკითხს მივუბრუნდები ერთი კითხვით თუ შეიძლება. რიყის დოქების საკითხს მივუბრუნდები. შარშან, როდესაც ამ უკანასკნელი ბოლო რიყედომის ხელში გადავიდა, ეს შენობა არსებობდა ერთი თვით შუამავალი კომპანია, რომელსაც მართავდა მიხეილ ტყეშელაშვილი, გიორგი ბარვანაშვილის წილების მმართველია ის გეცოდინებათ მის შესახებ ალბათ. ამ ერთ თვიან პერიოდში მოხდა სწორედ ეს, რომ დემონტაჟის უფლება გაჩნდა ამ შენობაზე და კითხვები ისმის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე. შუამავალ კომპანიაზე, რომელმაც ფაქტობრივად არაფერში ვიშოლა მილიონობით ლარი და შემდეგ გაჩნდა უკვე დემონტაჟის უფლება და ამ საქმეში სწორედ ტყეშელაშვილის და ბარვენაშვილის როლზე თქვენ რა პასუხი გაქვთ? ეს რისკები რა კომპანია იყო, ვინ კომპანია იყო, საერთოდ არ მაინტერესებს. ჩვენთვის არის არქიტექტურაში შემოსული განაცხადი და შესაბამისად პროფესიონალურად მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით.